დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ის დასრულდა რამდენიმე წუთის წინ დაიკითხა თავად ბრალდებული. მისი თქმით, პარლამენტი და კომისია არის არალეგიტიმური და მონაწილეობას არ აპირებს. ვაშაძე მის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, საქმე გადავიდა უკვე დასკვნით ეტაპზე. გიორგი ვაშაძეს აკვეთი ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომელიც გადახდილი აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც არ უნდა იყოს უკვე წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, ჩვენ ვიცით, რომ ამას ეხლა დღევანდელ პროცესსაც აბსოლუტურად ფორმალური შინაარსი აქვს, მაგრამ ამ ფორმალობას მნიშვნელობა აქვს, რომ ყველდაზე ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ სიმართლემდე და ყველა ადამიანი, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებში იქნება ჩართული, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან. პროცესების ამ ფორმით, ამ ინტენსივობით ჩანიშნა, მეტყველებს, რომ დავალება აქვთ, რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ და ამ მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას უწოდებთ, როგორ შევაფასებთ, რამდენად უგნურად გამოჩნდება ის, რამდენად დავალების შემსრულებლად გამოჩნდება ის. მნიშვნელობა არ აქვს. თავარია, რომ როგორც აი პროგრამას რობოტს რო დააპროგრამებ, რობოტმა ეს პროგრამა უნდა შეასრულოს, ხო? მას აქ დავალება მიცემული და ეს დავალება უნდა გააჟღეროს. ბრალდების მხარემ თქვით დასკვნითი სიტყვა, შემდეგი სხდომა ჩანიშნულია 20 ივნისს, რა დროსაც დიდი ალბათობით გამოცხადდება გადაწყვეტილება. ამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი აქვს ბრალდების მხარეს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები დასტურდება ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენით.